Bonjour, მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და დღეს როგორც დაგპირდით წინა ვიდეოში ვთამაშობთ სუპერმარკეტ სიმულატორს და უნდა გაჩვენოთ საკმაოდ კარგი და მაგარი სიახლეები მაქვს ნაპოს მარკეტში. პირველ რიგში ის რომ გადით და ჩვენი მარკეტი გაფართოვდა, კედლები მაქვს შესაღები და მოკლედ ეს ფერის კონტრასტს შეიმჩნევთ. დაგვემატა ახალი თაროები და ახალი ლიცენზია. რა თქმა უნდა, ისევ სესხის გარეშე მივიწევ წინ $2500 მაქვს ბოლო სავაჭრო დღიდან დარჩენილი და კიდევ ერთი სიახლე რაც არის, აი ეს თვითმომსახურების აპარატი დაგვემატა და ყავს გელა და ამას ჯერ სახელი არ აქვს, არ ვიცი რა დავარქვა. გელა ჯუნიორი. გელა უფროსი იქნება მოლარე და გელა ჯუნიორი იქნება საწყობის თანამშრომელი. წავედით გავხსნათ მოკლედ შემდეგი დღე. მარაგი შევსებული მაქვს აბსოლუტურად ყველაფრის საწყობსაც გაჩვენებთ. მიზანი არის კიდევ ერთი ლიცენზია, ის გამოვსებულია მთელი საწყობი და ყველაზე კარგი რაც არის ახლა ამ თამაშში. შეგვიძლია ავიღოთ სკანერი და პირდაპირ საწყობში დავასკანეროთ, ვიყიდოთ და აი ჩამოგვიგდებს ეგრევე ნებისმიერ პროდუქტს. ანუ შეგვიძლია ამ თამაში მნიშვნელოვანი არის დაგროვება, იმის რა ვქვია, საწყობის შევსება რა, ესე რო ვთქვათ. მარაგებს ვერ ვიხსენებდი. მარაგების მართვა არის მნიშვნელოვანი ამ თამაში, ჩემო მეგობრებო. აქედან გამომდინარე, აი ეს სკანერი არის იდეალური ხელსაწყო იმისთვის, რომ ჩვენ ვაკონტროლოთ სუპერმარკეტის მარაგი და თუ აქ არ გამოგველევა პროდუქცია, ესე იგი სუპერმარკეტშიც არ გვექნება არაფრის დეფიციტი. აქედან გამომდინარე, აი ხედავთ რძე უკვე აღარ არის აი ეს პასტაც, როგორც ხედავ, 1 ყუთია დარჩენილი, ამიტომ შევუკვეთოთ და რაღაც ვერ იპოვეს, რაღაცა ვერ იპოვე, რა ვერ იპოვა კი, მაგრამ ყველაფერი დევს მე მგონი. რაღაც ვერ იპოვა მაშინ როცა გელა ჯუნიორი ალაგებდა დახლზე და აქ ჩამოსულ პროდუქციას უკვე ვალაგებ მე საწყობში, საიდანაც გელა ჯუნიორი წაიღებს და დაალაგებს თაროზე. მოკლედ, ნახოთ, სადამდე ავა ამ დღის ბოლოს ნავაჭრი, წესით $3000 უნდა გადაახტეს და შემდეგ ლიცენზიას ავიღებ, ან ვიყიდი ახალ მაცივრებს, რომ ან ახალ თაროებს, რომ მაღაზია საკმაოდ დიდია უკვე იმისთვის, რომ ახალი თაროები დავდგათ, მაგრამ გონი ჯერ ლიცენზია ჯობია, რადგან იქ საკმაოდ ბევრი თარო მაქვს თავისუფალი. ამიტომ ჯობია ჯერ ლიცენზია და მერე უკვე ახალი თაროები არის ამ თამაშის შუაში, იმის მაღაზიის შუაში დასადები თაროები არის, საკმაოდ ლამაზი, სადაც წრეზე ლაგდება პროდუქცია. მინიმალურამდე უნდა დავიყვანოთ დაკარგული მომხმარებელი ფასის ან პროდუქციის არ ქონის გამო და როდესაც ვყიდულობთ ლიცენზიას, ის პროდუქტი ეგრევე უნდა გქონდეს მაღაზიაში. აი აქ ცუდად დამრჩა ეს ადგილი თავისუფალი და ვფიქრობ რითი შევავსო, ეს არ მგონია კიდევ ერთი ესეთი თარო ჩაეტიოს, მაგრამ მოდი ვცადოთ, რადგან გვაქვს ფული, ვცადოთ ერთი თაროთი შევავსოთ ის ადგილი, $115 არაფერია. ხო, არ მყავს დაქირავებული თვითმომსახურების აპარატზე დამხმარე. ზოგავ დამხმარის ფულს
მერე როცა უფრო დიდი მარკეტი გახდება, ამ თამაში რა ვერიშოვა, Orange Juice არ მაქვს. უი. ერთი წუთი მეგობრებო, ერთი წუთით პროდუქტები, აი ეგ ვერიშოვეს, თორე სხვა ყველაფერი მაქვს. ფორთოხლის წვენი არ გვაქვს საერთოდ. და ფორთოხლის წვენი იქ მაცივარში არის თან დასალაგებელი, აღარც წყალი მქონია, როგორც ჩანს. არა და მახსოვს წყალი ვიყიდე და ქვემოთ უნდა იდოს, არა წყალი დევს რა. რა ვერ დაინახა, არ ვიცი, მოკლედ დავდოთ ეს თარო და მერე გავაგზავნოთ საუბარი. არა, არეტევა. საკმაოდ დიდი ადგილი რჩება და დამრჩა ეს თაროც ნაყიდი. დამრჩა თარო ნაყიდი. რომელსაც აი აქ ვერ ვდებ. არა, არეტევა, ეს არის თან ყველაზე პატარა თარო. ხო, ძალიან ცუდი, კაი, ამ თაროს შევფუთავ ერთი წუთით და მერე მივუჩენ ადგილს სადმე დავაბინავებ აუცილებლად. Orange Juice შევინახოთ საწყობში. აი აქ სადღაც გამიქრა Orange Juice-ის ადგილი. არა და მახსოვს მქონდა და მოდი ახლა ზემოთ შევინახოთ. აი დამხმარე არის საჭირო ამისთვის. ზოგიერთ მომხმარებელს ავიწყდება როგორ გამოიყენოს თვით მომსახურების აპარატი და ჭირდება დახმარება. არაფერი არ არის ძვირის საერთოდ ჩემს მაღაზიაში მით უმეტეს ყველაფერი მაქვს უიაფესად დალაგებული. მინიმალურ მოგებაზე ვამუშავებ 3000 უნდა გადაცდეს, რომ შემდეგი ლიცენზია ავიღო. სესხის გარეშე თან მეგობრებო რაღაც ვერიშოვა. Candy ქვემოთ არ დევს, დავიჯერო, აი მოაქვს, ეხლა მოაქვს. წავიდა გელა ჯუნიორო. დავკარგეთ ერთი კლიენტი უკვე. დაგიქვითავ ხელფასიდან. აბა ვნახოთ. რა ღირს შემდეგი ლიცენზია? $750. შამპუნი და ჰიგიენური ნივთები. აი მაგისთვის დამჭირდება ზუსტად. სად არის ეს? შამპუნისთვის და ჰიგიენური ნივთებისთვის იქნება ძალიან კარგი. ეს 4 თაროები. შუაში დასადები წესით შუაში დასადები არის ეს თარო. აი ეს მარჯვენა მხარის რაცა. quad 8 წერია. ხო, ის კუთხისაა. აი ამას ავიღებ აუცილებლად და აი აქ სადღაც შუაში, აი აქ მოთავსდება. და დიდი ალბათობით გადმოვალაგებ Candy-ს და ჰიგიენურ რაღაცებს დავდებ იქ კუთხეში. რად მინდა შუა შამპუნი რად მინდა შუაში. იმენა არ მინდა. 3000 გადაცდა და თითქმის $3500 მივედით, ჩემო მეგობრებო. $1000 მეტია პროფიტი წესით. კაი, გელა სანამ იქედან ამოვა, მოდი დავხუროთ. პროდუქტი ვერ იპოვა 11-მა კლიენტმა და ეძვირა 12-ს. აი 1000 არა, მაგრამ $800 პროფიტი. 1000 იქნებოდა, რომ არ მეყიდა პროდუქტები. დავიწყეთ შემდეგი დღე და
აი ეხლა ვიყიდი ლიცენზიასაც და ვიყიდი აი ამას ვიყიდი და ამასთან ერთად ვიყიდი კიდევ ერთ ლიცენზიას აი ესე ჩემო მეგობრებო ძალიან კარგი ბილებიც გადავიხადოთ და თითქმის $2000 დამრჩა რასაც გამოვიყენებ ახალი პროდუქტის ყიდვაში აი ეს კენდის იქ გასასვლელი რომ დარჩეს შვენიერი ძალიან ლამაზი ძალიან კარგი აქ შუაში ხა არ იქნება ლამაზი შამპუნები და რაღაცეები ამიტომ მანდ დალაგდება ტკბილეული ბურბუშელები და რაღაცეები აი ესე აქედანაც გადმოვალაგოთ და გავუშვათ მეორე თაროზეც ესეც გადმოვალ ეს არ მოდის ამ ყუთში არც ეს რა იყო რა ყუთია ამისთან აი შემდეგი აი ეს თავში გავუშვებ ამათ და თუ დამრჩება ადგილი ბოლოსკენ კიდე რაღაცას მივამატებ აი ეს ორ უჯრად გავუშვათ ჩვენ ტკბილეული კარგია ეს წამოვიდა აი ესე და ესეც მეორე უჯრა 4 უჯრა წესით სულ რაც ძალიან მაგარია ესე წამოვიდეს ძალიან კაი და ეს წამოვა აი აქეთ მხარეს იქნება 2 უჯრად შვენიერი იდეალური ესეც არ მომწონს აქ ესეც ტკბილეულია და ესეც გავუშვათ აი აქ ქვემოთ ერთი უჯრა ამასაც არ ეყოფა და ამასაც კონდეს 2 უჯრა რა გვაქვს კიდე ტკბილეული აქ ტკბილეული არ არის აქაც აი ეს ბურბუშელა არის აქ ტკბილეული მაგრამ ნუ კაი არ გვინდა იყოს ეგ ბურბუშელა სადაც დევს და უნდა მოვხსნათ ახლა აქ აუცილებლად ეს სტიკერები რომ გელა ჯუნიორმა არ ამოიტანოს და თავიდან არ დაალაგოს ეს პროდუქტი აი ეს ხო შოკოლადი არ მაქვს დალაგებული და შოკოლადსაც დავალაგებთ აქ და ვნახოთ ბარემ ამავე ვიდეოში ჩვენი ახალი ლიცენზიის პროდუქტი და არის საპონი შამპუნი ტუალეტის ქახალთი რაღაც ტუალეტის სუნი და ესეთი რაღაცები კაი მოდი ჯერ ავიღებ თითო პროდუქტს რომ ნახო როგორ ეტევა კუთხის თაროებზე და მერე უკვე მეორე განყოფილებასაც მივამატებ ტუალეტის ქაღალდი რა თქმა უნდა წავა ქვემოთ აი ტუალეტის ქაღალდი ეტევა მხოლოდ 2 ცალი კაი არა უშავს შემდეგი არის მე მგონი შამპუნი მედია მთლიანად კი ბატონო ეტევა და ძალიან კაი შემდეგი არის საპონი ესეც უნდა დაედიოს წესი მთლიანად შვენიერი შემდეგი არის რაღაც გასასუფთავებელი ალბათ ტუალეტის აი ეს არ ეტევა და ამისთვის დაგჭირდება 2 ადგილი და შემდეგი რაღაც მისაშხურებელი ხსნარი და ბოლო არის ქლორი
თუ არ ვცდები. ეს ყველა ჩაეტია. იდეალურად დაალაგდა კუთხეში. მე აქ თამაშს აქვს კატეგორიები შეგვიძლია ვიყიდოთ. აი გაჩვენებთ ახლა ამასაც. აი ნახეთ კატეგორიებს მივაწერთ იქ და აქვს კიდევ სპიკერები, სადაც შესაძლებელია მე როგორც ხვდები გავუშვათ სიმღერა, რომელიც იქნება აი აქ music player-ში. ამიტომ ეს იქნება მერე, როცა ბოლო ეტაპებზე გადავალ, ბოლო გადიდება მაღაზიის ჯდება 160,000, ანუ წარმოიდგინეთ მეგა მარკეტამდე მივა ნაპოს მარკეტი, ალბათ გავა ბოლოში, არ ვიცი, ვერ გეტყვით სადამდე, მაგრამ ნახოთ, იმედი მაქვს, რომ მეგა მარკეტამდე გავიყვან ამ თამაშს. თქვენ კი ვიდეო დაალაიქეთ, მეგობრებო, არხი გამოიწერეთ და დღეისთვის ამით დაგემშვიდობებით. შემდეგ სუპერმარკეტის ვიდეოში გვექნება კიდევ ერთი გაფართოვება და იმედია ახალი ლიცენზია. ნუ $1,600 მაქვს და წესით მინიმუმ 2 დღეში 3,000 უნდა გადავახტე კიდევ და მერე უკვე იქნება ახალი ვიდეო, ახალი ლიცენზია და ახალი მარკეტი კიდევ უფრო დიდი. დროებით მეგობრებო, ეს ვიდეო ამით მორჩა.